საფეხბურთო კლუბებმა ზაფხულის ტრანსფერებში 8 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს. ამ ვიდეოში ზაფხულის ტოპ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერზე ვისაუბრებ. მეხუთე ადგილი ბენჟამინ შეშკო 22 წლის სლოვენიელი მანჩესტერ იუნაიტედმა ლაიფციგიდან 76.5 მილიონ ევროდ შეიძინა. მეოთხე ადგილი ნიკ ვოლტემადე ნიუკასლმა ნიჭიერი გერმანელი თავდამსხმელი შტუტგარტიდან 85 მილიონ ევროდ გადაიბირა. სამეულში მთლიანად ლივერპულის ფეხბურთელები არიან. კლუბმა ზაფხულის ტრანსფერებში რეკორდული 483 მილიონი ევრო დახარჯა. მესამე ადგილი უგო ეკიტიკე ლივერპულმა ფრანგის შემტევი აინტრახტიდან 95 მილიონ ევროდ შეიძინა. ეკიტიკემ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 15 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მეორე ადგილი ფლორიან ვირცი ლევერკუზენის და ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლივერპულში 125 მილიონ ევროდ გადავიდა. და პირველი ადგილი ალექსანდერ ისაკი. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ლივერპულმა ის ნიუკასლიდან 145 მილიონ ევროდ გადაიბირა. პრემიერ ლიგაში აქამდე ამდენი არავისი გადაუხდიათ. დააკომენტარე ზაფხულის რომელ ტრანსფერს გამოარჩევდი და რომელი გაამართლებს.